2025 წლის 8 დეკემბერს Lockheed Martin-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიის მედიაში შეუმჩნევლ ინდუსტრიულ გარიგებას შეფასდა. თუმცა შესაძლოა ეს იყოს ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის ბოლო 10 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სოფლიოს მეორე უდიდესმა თავდაცვის კომპანიამ, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 123 მილიარდი დოლარია და რყავს 21,000 ინჟინერი, 5 წლის სტარტაპს მისცა უფლება საკუთარი საწარმოო უჯრედი პირდაპირ Lockheed-ის სარაკეტო ქარხანაში დაემონტაჟებინა. არა როგორც გარე მიმწოდებელს, არამედ უშუალოდ საწარმოო დარბაზში, საკუთარი აპარატურით, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით და საკუთარი თანამშრომლებით. სტარტაპს ქვია Hadrian Automation, რომელიც 2020 წლის ნოემბერში დაარსა, მაშინ 29 წლის ავსტრალიელმა სახელად Chris Power. 2024 წელს Hadrian-მა Breaking Defense-ის შეფასებით სულ რაღაც 3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. Lockheed-ი 30 წუთში უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე Hadrian-ი მთელი წლის განმავლობაში. და მიუხედავად ამისა, Lockheed-ი ამ სტარტაპს საკუთარ ქარხანაში იწვევს. კომპონენტების წარმოება PAC-3 MSC მიცა ჰაერი რაკეტისთვის, THAAD-ის თავდაცვითი რაკეტისთვის, Precision Strike მისაილსა და GMLRS საარტილერიო ჭურვისთვის. რადგან Lockheed-ს ამას თავად სწრაფად გაკეთება აღარ შეუძლია. პრეს რელიზში ამას პარტნიორობა ეწოდა. პატიოსან წაკითხვა ის არის, რომ დასავლეთის უდიდესმა სამხედრო ინდუსტრიულმა კომპანიამ აღიარა, რომ საკუთარ საბრძოლო მასალას ვეღარ აწარმოებს საკმარისად სწრაფად. და რომ ამაზე პასუხი არ არის საკუთარი საწარმოო პარკი, არამედ სტარტაპი, რომელიც 6 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. და ეს არის მთავარი საკითხი. Hadrian-ი არ არის შემდეგი ანდურილი, რომელიც იარაღს კედის. Hadrian-ი არის შრის არბიტრი. ისინი აშენებენ ქარხნებს, სადაც Andrew Lockheed-ი ან ASHS-ს საზღვაო ძალები ამზადებენ თავიანთ კომპონენტებს. Hadrian-ი სურს მთლიანად ხელახლა გამოიგონოს ASHS-ს ზუსტი მექანიკური მომწოდებლების ინდუსტრია. თუ ეს გამოუვიდა, Hadrian-ი არა მხოლოდ 10,000 პატარა საამქროს არასაჭიროს გახდის, რომლებიც დღეს Lockheed-ის მომწოდებელ ქსელს ქმნიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში თავად Lockheed-საც. რადგანაც კომპანია, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს გარე კონტრაქტორი მისივე შენობაში აწარმოებს, ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს კითხვას, რა არის თავად. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ დეტალებში შევალთ, მოკლედ ამ ეპიზოდის სპონსორზე და ის თემატურად საოცრად კარგად ერგება. მთელი Hadrian-ის ისტორია ეხება იმას, რომ პროცესი, რომელიც ისტორიულად უსასრულოდ გრძელდებოდა, რადიკალურად შეიკვეცოს. რათა ბოლოს მთავარი დარჩეს დროისთვის. ზუსტად ამას აკეთებს Prep My Meal, უბრალოდ სამზარეულოს დროით. გერმანული კომპანია, რომელიც ახლად მომზადებულ ჯანსაღ კერძებს გაყინულ მდგომარეობაში შენს სასურველ დღეს სახლში მოგაწვდის. 6 თვე ინახება საყინულეში, რამდენიმე დღე მაცივაში და 10 წუთზე ნაკლებ დროში მზად არის. 100%-ით ბუნებრივი ხელოვნური დანამატების გარეშე, დამატებული შაქრის გარეშე, დაბალკალორიული ცილებით მდიდარი, მომზადებული ნამდვილი შეფ-მზარეულების მიერ გერმანიაში. წფელად გითხრათ, როცა დღე 10 საათიან კვლევასა და საღამოს live streams მოიცავს, ჩემთვის პირველი რასაც ვთმობ, სწორედ საჭმლის მომზადებაა. ზუსტად ამისთვის არის ეს შექმნილი. მე უზარმაზარი ქათმის მოყვარული ვარ. ამიტომ ჩემი აბსოლუტური ფავორიტი არის chicken fajitas თასი. ბრინჯით, ლობიოთი, სიმინდით და სხვა გემრიელი ინგრედიენტებით. 60-ზე მეტი კერძი გაქვთ არჩევანისთვის. ყველა კვების რეჟიმისთვის. იქნება ეს გლუტენის გარეშე, ვეგანური, დაბალი ნახშირწყლებით, კუნთების ზრდისთვის თუ წონის დასაკრებად და ყოველთვე ახალი კერძები ემატება. XL ზომის კერძებზე თითო პორცია 5.99 ევროდან იწყება. ამასთან ერთად 30 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია. შეფასებებში 4 ვარსკვლავი 5-დან და 300,000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი. ჩემი კოდით MARS დამატებით 5 დაზოგავთ მთელ შეკვეთაზე. ფასდაკლება, რა თქმა უნდა, აბონემენტზეც მოქმედებს. კოდს და ბმულს ქვემოთ აღწერაში და მიმაგრებულ კომენტარში ნახავთ. დაათვალიერეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენს გაქვთ დღეები, როცა ცოტა დრო გაქვთ საჭმლის მოსამზადებლად. Prep My Meal-ზე. და ეხლა დავბრუნდეთ იმ კაცთან, რომლის გარეშეც Hadrian-ი არ იარსებებდა. Chris Power-ის გარეშე Hadrian-ი არ იარსებებდა. Power-ი ავსტრალიელია. დაიბადა 1991 წელს. ის ინჟინერი არ არის. მისი პირველი კომპანია იყო ელექტრონული კომერციის მაღაზია.
2020-ის დასაწყისში მას თითქმის ობსესიური რწმენა ჩამოუყალიბდა, რომ შემდეგი დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება სამხედრო გზით კი არა, არამედ ინდუსტრიულად გადაწყდება. ვინაც 20 წლის შემდეგ კიდევ ფაბრიკებს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მსოფლიოს. მან ამერიკას შეხედა და დაინახა ქვეყანა, სადაც მაღალზუსტი წარმოება უკვე 30 წელია თანდათან ქვეითდება. პატარა მანქანათმშენებლობის სახელოსნოები, რომლებიც აშათეშოში სამხედრო მრეწველობის ხერხემალია დღეს ძირითადად საოჯახო ბიზნესებია, რომელთა მფლობელებიც 60-იანებში არიან. მემკვიდრის გარეშე 3 წელზე ძველი დანადგარებით. მათი ეფექტიანობა, რომელიც იზომება ეგრეთ წოდებული აღჭურვილობის მუშაობის დროით, ანუ იმ დროის წილით, როცა მანქანა რეალურად აწარმოებს და არა პროგრამირდება, აწყობილია ან ინახება, საშუალოდ 30%-ს შეადგენს. თანამედროვე ავტომობილების ქარხანა 80-დან 90%-მდე აღწევს. აშშ-ის პრეციზიული ინდუსტრია შესაბამისად სტრუქტურულად 3-ჯერ უფრო არაეფექტიანია, ვიდრე ავტომობილების ინდუსტრია. და ეს იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალებს პენტაგონის 2024 წლის სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ჰიპოთეტურ ჩინეთთან კონფლიქტში 8 დღეში ამოეწურებოდათ საბრძოლო მასალა და ვერ შეძლებდნენ მის სწრაფად აღდგენას. პაუერი 2019 წელს საკუთარი თქმით $6,000 გადავიდა აშშ-ში. ნახევარი წლის განმავლობაში სტუმრობდა მანქანათმშენებლობის სახელოსნოებს და დაასკვნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე გარედან წარმოედგინა. 2020 წლის ნოემბერში მან დაარსა ჰადრიანი, რომელიც სახელწოდება მიიღო რომის იმპერატორ ჰადრიანესგან, რომელმაც ჩრდილოეთის დაუმორჩილებელთა წინააღმდეგ დამცავი კედლის აშენება დაავალა. სიმბოლიკა შემთხვევითი არ არის. პაუერი თავის კომპანიას დასავლეთის ინდუსტრიული დაცემის წინააღმდეგ დამცავ კედლად მიიჩნევს. ევროპის უმეტეს დედაქალაქში ეს იდეოლოგიურად მიიჩნევა. ვაშინგტონში, ტრამპ-ვენსის პენტაგონში ეს უმრავლესობის აზრია. რასაც ჰადრიანი ტექნიკურად აკეთებს, ეს მხოლოდ პრეციზიული წარმოების მოკლე გადახედვით შეიძლება გაიგო. ტრადიციული სარაკეტო ძრავა შედგება ათასობით მეტალის ნაწილისგან, რომლებიც რამდენიმე მიკრომეტრის სიზუსტით უნდა იყოს დამზადებული. ანუ მილიმეტრის 1000-ზე. ადამიანის თმის სისქე 50-დან 120 მიკრომეტრამდეა. თუ წვის კამერის კედლის ტოლერანსი არასწორია, დეტალი დატვირთვისას მწყობრიდან გამოდის. ეს მზადდება CNC ფრეზირების მანქანებზე, რომელთა პროგრამირება ცალკე დარგია. ერთ კომპლექსურ კომპონენტს შეიძლება კვირები პროგრამირება, საათები დამუშავება და საათები გაზომვა დასჭირდეს. და საშუალო ამერიკულ სახელოსნოში ადამიანები მართავენ მანქანას, რომელიც მხოლოდ 30%-ით მუშაობს. რასაც ჰადრიანი აკეთებს, არის მთელი ეს პროცესი ერთ ინტეგრირებულ პროგრამულ პლატფორმაში მოქცევა, რომელსაც ისინი Opus-ს უწოდებენ. როდესაც კლიენტი აგზავნის CAD ფაილს, Opus-ი ავტომატურად აანალიზებს მას, ქმნის დამუშავების სტრატეგიას, წერს მანქანის კოდს, გეგმავს მასალასა და ხელსაწყოს და პირდაპირ მართავს რობოტებით დატვირთულ CNC მანქანებს. ადამიანები მაინც მონაწილეობენ, მაგრამ ისინი აღარ ტვირთავენ ხელით, აღარ პროგრამირებენ ხელით, აღარ ზომავენ ხელით. ჰადრიანის თქმით, შედეგები ისეთ მაჩვენებლებს აღწევს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში მიუღწევად ითვლებოდა. დანადგარების მუშაობის დრო 65-დან 80%-მდე ნაცვლად 30-ისა. ოპერატორისა და მანქანის თანაფარდობა 1-დან 10-მდე ნაცვლად 2-დან 1-ისა. მიწოდების დროები 10-ჯერ უფრო მოკლეა. ერთეულის ღირებულება დაახლოებით განახევრებულია. დამოუკიდებლად ამ რიცხვების გადამოწმება თითქმის შეუძლებელია. თუმცა Defense Reporter-ი ადასტურებს მათ თანმიმდევრულად მომხმარებლებთან საუბრისას. ვინც ჰადრიანს უკვეთავს, თავის ნაწილებს უფრო სწრაფად და იაფადირებს. აშშ-ის შეიარაღების შესყიდვებში ეს თამაში არ არის, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა. ნამდვილი მასშტაბი ქარხნის ფიზიკურ მასშტაბში ჩანს. ჰადრიანს 4 საწარმოო ქარხანა აქვს. ქარხანა 1, ანუ Factory 1, ჰოუტონში მდებარეობს. პირდაპირ SpaceX-ის გვერდით იყო კვლევითი დაწესებულება. ქარხანა 2 ტორანსში დასრულებულია 2022 წლიდან SpaceX-ის, Rocket Lab-ის, Astra-ს, Anduril-ის და უსახელებელი კლიენტებისთვის. ქარხანა 3 მესაში არიზონაში გაიხსნა 2026 წლის იანვარში. ღირდა $200 მილიონი, აქვს 4-ჯერ მეტი გამტარუნარიანობა ვიდრე ქარხანა 2-ს და ასაქმებს დაახლოებით 350 თანამშრომელს. განზრახ განთავსებულია დრონების კლასტერში General Atomics Reaper-ის წარმოების გარშემო. ქარხანა 4 სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია. გაიხსნა 2026 წლის 20 მარტს ჩეროკიში, ალაბამა. აშენდა არა დრონებისთვის, არამედ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის, კოლუმბიისა და ვირჯინიის კლასის ატომური წყალქვეშა ნავების კომპონენტებისთვის.
ის აწარმოებს SubSafe პროგრამისთვის, რომელიც წყალქვეშა ნავების ნაწილებისთვის სოფლიოში ყველაზე მკაცრი ხარისხის რეჟიმია, შემოღებული 1973 წელს USS Thresher-ის დაკარგვის შემდეგ. ის რომ საზღვაო ძალები 5-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას SubSafe-ის კრიტიკულ ნაწილებს ანდობს, ინდუსტრიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალია. ხელშეკრულება მოიცავს $900 მილიონ სამ ქარხანაზე. ჰადრიანი ჯამში 2.4 მილიარდს აბანდებს, რაც მეტია ვიდრე კომპანიას ოდესმე კაპიტალად მიუღია. მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 4-დან 5 ქარხნის გახსნა, მათ შორის საბრძოლო მასალების, სარაკეტო სისტემის და დრონების განყოფილება. თუ ეს მხოლოდ ნაწილობრივად კი გამოუვათ, ჰადრიანი 2026 წლის ბოლოს იქნება ინდუსტრიული კონგლომერატი, 7-დან 8 ლოკაციაზე, 5 შტატში. თუ აქამდე მიყევი, ეხლა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პრეციზიული წარმოების შესახებ უფრო მეტი იცი, ვიდრე გერმანულენოვანი ეკონომიკური ჟურნალისტების 95%-ს. და მალე მოვა ის ნაწილი, სადაც Lockheed Martin-ი საკუთარ დასასრულს ხელს აწერს. დააჭირე ჰაიპს თუ გაქვს თუ არა, აღს ძალიან დაეხმარება ლაიქი, გამოწერა ან კომენტარი. დიდი მადლობა გავაგზავნოთ. Lockheed Martin-ის სარაკეტო სისტემები და ცეცხლის მართვა, მოკლედ MFC, არის კომპანიის სარაკეტო განყოფილება. ქარხნებით ტეხასში, ალაბამაში, არკანზასში, მასაჩუსეტსში და პენსილვანიაში. მათი პროდუქტები დასავლური შეკავების შუბის წვერია. PAC-3 არის ნატოს მთავარი თავდაცვითი სისტემა, საშუალო სიშორის რაკეტების წინააღმდეგ. THAAD იცავს მათ შორის სამხრეთ კორეას, საუდის არაბეთს და გუამს ბალისტიკური საფრთხეებისგან. PRSM არის ATAC-MS, აშშ-ის არმიისა და GMLRS-ის მემკვიდრე, რომელიც 2022 წლიდან მასიურად გამოიყენება უკრაინაში, როგორც სახმელეთო რაკეტა. ყველა 4-ვე მოთხოვნაზეა დამოკიდებული. უკრაინის ომისა და ინდოთუნარი ოკეანის რეგიონში ესკალაციის შემდეგ შეკვეთები ბევრად აღემატება წარმოების შესაძლებლობებს. 2024 წელს აშშ-ის არმიამ Lockheed-ის PAC-3-ის მარაგის საჭიროებაზე ნაკლებად კრიტიკულად შეაფასა. Lockheed-ი გეგმავს, რომ 2027 წლამდე წარმოება დაახლოებით 650 ერთეულამდე გაზარდოს. პენტაგონი მეც ითხოვს, მოკავშირეები მეც ითხოვენ, მაგრამ Lockheed-ს მეტი აღარ შეუძლია. 2025 წლის გვიან შემოდგომაზე Lockheed-მა, როგორც ჩანს, შიგნით გააცნობია, რომ ვერც საკუთარი საწარმოო პარკი და ვერც მომწოდებელთა ქსელი ამ ზრდას გონივრულ დროში ვერ უზრუნველყოფს. მომწოდებელთა ჯაჭში არსებული პატარა სახელოსნოები უკვე 100%-ით დატვირთულია და ახალი შიდა ხაზი წლები დასჭირდებოდა. ამიტომ Lockheed-მა ის გააკეთა, რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. 5 წლის სტარტაპი მოიწვია, რომ საკუთარი საამქროს შიგნით წარმოების უჯრედი აეწყო. Tom Karuba, რომელიც Lockheed MFC-ში წარმოებაზეა პასუხისმგებელი, ამას წარმოების გაზრდის საკვანძო ხელშემწყობს უწოდებს. სტრუქტურულად ეს ნიშნავს, ჰადრიანი ხდება ფაქტობრივი მწარმოებელი, Lockheed-ი კი ინტეგრატორი და სახელის მიმნიჭებელი. საინტერესოა, რას უმატებს Lockheed-ი ამ მოდელში. გარდა მთავრობასთან კონტრაქტისა, სახელის, დეტალზე და პენტაგონთან მრავალწლიანი ურთიერთობის. თუ ეს მოდელი შენთვის ნაცნობია, ეს შემთხვევითი არ არის. 1980 წელს ასე აღწერდნენ. გიგანტი იყო IBM-ი, დისრაპტორი Microsoft-ი. მაშინ Microsoft-ი იყო 5 წლის, 30 თანამშრომლით IBM-ის თავისი პირველი პერსონალური კომპიუტერისთვის ოპერაციული სისტემა სჭირდებოდა და DOS Microsoft-ისგან ლიცენზია აიღო. ეს აღიქმებოდა როგორც ჩვეულებრივი თანამშრომლობა. არავინ ფიქრობდა, რომ IBM-ი იყო მთავარი მოთამაშე, მაგრამ 10 წლის შემდეგ პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე დომინანტი არა IBM-ი, არამედ Microsoft-ი გახდა, რადგან Microsoft-ს ოპერაციული სისტემის გაყიდვა სხვა მწარმოებლებისთვისაც შეეძლო. მაგალითად, Compaq-ისთვის, Dell-ისა და HP-ისთვის. პერსონალური კომპიუტერი გახდა Microsoft-ის პროდუქტი, რომელსაც სხვადასხვა ტექნიკის კომპანია უბრალოდ ყიდდა. 2005 წელს IBM-მა თავისი პერსონალური კომპიუტერების განყოფილება Lenovo-ს მიყიდა. იგივე მოდელი შემაშფოთებელი სიხშირით მეორდება. 2000 წელს Yahoo-მ Google-ის საძიებო სისტემა ლიცენზირა და ამით შექმნა საძიებო გიგანტი. Polaroid-ი Microsoft-თან ერთად მუშაობდა ციფრულ გამოსახულების ტექნოლოგიებზე და 2001 წელს გაკოტრდა. მექანიზმი ყოველთვის ერთნაირია. გიგანტს აქვს მასშტაბირების პრობლემა, რომელსაც შიდა რესურსებით ვერ აგვარებს. დისტრუქტორი სთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას სერვისის სახით. გიგანტით ახდება, რადგან მას ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას. დისტრუქტორი ავრცელებს თავის გადაწყვეტას სხვა კომპონენტებზე. 10 წლეულის შემდეგ ის ხდება ღირებულების შექმნის ცენტრი. გიგანტი მხოლოდ კომოდიტიზებულ ნარჩენ ფუნქციად რჩება. არ ვამტკიცებ, რომ ჰადრიანი Lockheed-ს 10 წელიწადში დაამარცხებს. ეს გადაჭარბებული იქნებოდა. Lockheed-ს აქვს ღრმა ურთიერთობები პენტაგონთან.
უზარმაზარი პლატფორმების ბაზა და საიდუმლო გამოცდილება, რომელსაც არც ერთი სტარტაპი ასე სწრაფად ვერ გაიმეორებს. მაგრამ სტრუქტურული რისკი რეალურია. თუ ჰადრიანის მოდელი მეორე, მესამე, მეოთხე ლოქიდის მოდელებში დაინერგება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა გახდება ASHS-ის თავდაცვის კომპონენტების საბოლოო საწარმოო პლატფორმა, მაშინ ლოქიდი 20 წელიწადში იქ იქნება, სადაც IBM იყო 1995 წელს. ჯერ კიდევ მომგებიანი, ჯერ კიდევ დიდი, მაგრამ აღარ არის ის, ვინც ბაზრის პირობებს კარნახობს. ვინც ამას ზედმეტად პესიმისტურად მიიჩნევს, გარკვეულწილად მართალია. ჰადრიანი ძალიან პატარაა. 3 მილიონი შემოსავალი ლოქიდის 64 მილიარდთან შედარებით. მაგრამ სწორედ აქ იწყება საინვესტიციო ბუმი ინვესტორებისთვის. 2025 წლის ივლისში ჰადრიანმა დახურა C-სერიის ინვესტიცია $260 მილიონ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ Founders Fund და Lux Capital. 2026 წლის იანვარში მოხდა კიდევ ერთი რაუნდი T. Rowe Price-ის ხელმძღვანელობით. კომპანიის შეფასებით $1.5 მილიარდ, რაც წლიური შემოსავლის 533 გზის აღემატებოდა. ინვესტორები შემოსავლის მულტიპლიკატორებით არ ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ ოფციონების ღირებულებებზე. ისინი ყიდულობენ ოფციას, რომ მიიღონ წილი ამერიკის მომავალი ინდუსტრიული ბაზისიდან. თუ ჰადრიანი გახდება სტანდარტული პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პრეციზიული წარმოებისთვის, მისამართვადი ბაზარი აღარ იქნება 3 მილიონი, არამედ მთელი ამერიკის თავდაცვის, ავიაციისა და საზღვაო წარმოების ბაზარი. შეფასებებით, ეს არის $70 მილიარდი. ეს ფსონი შემთხვევითი არ არის. ინვესტორების სია ამერიკული ტექნოლოგიური ელიტის ვინ-ვინია. Founders Fund პიტერ ტილის ფონდი, ის ფონდი. ენდრიუელი და პალანტირი აფინანსებს. ამ ორზე სხვათა შორის მალე ჩემს ვიდეოებს გამოვაქვეყნა. ორივე მომხიბლელია და შემაშინებელი. ანდრისენ ჰოროვიცი ამერიკული დინამიზმის თეზისით ეროვნული უსაფრთხოების ინვესტიციებს უწევს რეკლამას. ჰადრიანი არის New American Industrial Alliance-ის დამფუძნებელი წევრი. ეს არის ლობისტური ორგანიზაცია ენდრიუელთან, პალანტირთან და სხვებთან ერთად, რომლის გამოცხადებული მიზანია შეიარაღების რეგულაციების გამარტივება. JD Vance, დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, ადრე TL-ის ფონდში პარტნიორი იყო. ეს კავშირები არ არის ფარული, ისინი ღიად კომუნიკირებული წინაპირობაა ამ ახალი ინდუსტრიული ეკოსისტემისთვის. სტრატეგიულად ASHS-ში ამჟამად ორი ერთმანეთზე გამაძლიერებელი მოძრაობა მიმდინარეობს. პირველი არის ენდრიუელი, ახალი თაობის იარაღის მწარმოებლები, რომლებიც სილიკონველის პროგრამულად განსაზღვრულ წარმოებას თავდაცვაზე ავრცელებენ. და 2024 წლის აპრილში CCA-ის გამარჯვებით 3 სამსახური, 2-4 ტრადიციული გიგანტი გამოირიცხა. CCA ნიშნავს კოლაბორაციულ საბრძოლო თვითმფრინავებს, ანუ უპილოტო ხელოვნური ინტელექტით მართვად თანამგზავრ თვითმფრინავებს, რომლებიც ერთად დაფრინავენ პილოტირებულ თვითმფრინავებთან, როგორიცაა F-25. მათი ფასის მცირე ნაწილი, ფასის ხარჯები და დიდი რაოდენობით წარმოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 2024 წლის აპრილში ASHS საჰაერო ძალებმა პირველი ეტაპისთვის სწორედ ანდურულსა და General Atomics აირჩია. ამით კი Boeing-ი, Lockheed Martin და Northrop Grumman-ი გამორიცხეს. სამი კომპანია, რომლებიც უკვე 80 წელზე მეტია საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებენ, მეორეა ჰადრიანი, რომელიც საბოლოო პროდუქტებს არ კედის, არამედ ქარხნებს აწვდის, სადაც ისინი იქმნება. ჰადრიანი ენდრიუელისთვის იგივეა, რაც TSMC Nvidia-სთვის. ორივე მათგანს 2023 წლის ივნისიდან მიწოდების პარტნიორობა აქვთ. ორივე ერთსა და იმავე ინვესტორების მიერ ფინანსდება. ეს შეგნებულად კოორდინირებული სტრუქტურაა და არა შემთხვევითი საბაზრო ფენომენი. რას ნიშნავს ეს ევროპისათვის? არასასიამოვნო სიმართლეა. ჩვენ გვყავს კარგი ხელსაწყოდანადგარების მწარმოებლები, როგორიცაა ტრუმფი, ჰემლე და DMG Mori. მაგრამ არ გვაქვს ინტეგრირებული პროგრამული პლატფორმა, როგორიცაა Opus-ი, რომელიც დიზაინიდან წარმოებამდე და შემოწმებამდე მთელ ჯაჭვს ავტომატიზირებს. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპა მასალების ბრძოლაში საკმარისად სწრაფად ვერ აწარმოებს თავიდან. ჰადრიანი სწორედ ამ პრობლემას აგვარებს, მაგრამ ASHS-ისთვის და არა ჩვენთვის. და ეს შემთხვევითი არ არის. ჰადრიანი ნეიტრალური ტექნოლოგია არ არის, არამედ ASHS-ის ინდუსტრიული ელიტის ერთი ფრაქციის პოლიტიკური პროექტია, რომელიც ამერიკის ინდუსტრიული სუვერენიტეტის ჩინეთის წინააღმდეგ აღდგენას ცდილობს. ევროპა როგორც ხშირად ხდება, ამ გათვლაში პარტნიორი არ არის, არამედ საუკეთესო შემთხვევაში მომხმარებელია, რომელსაც მზა გადაწყვეტილებებს ყიდიან. კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფით ამერიკულ მონაცემთა ცენტრში. ერთი რამ ცხადია. ASHS-ში როგორ აწარმოებს თავის კრიტიკულ კომპონენტებს, ეს 8-ში შეიცვალა. 2025 წლის 8 დეკემბერს ეს ისე ფუნდამენტურად შეიცვალა, როგორც 2024 წლის აპრილში CCA-ის შესახებ გადაწყვეტილების დღეს.
დასავლური სამყაროს უდიდესმა სამხედრო კომპანიამ აღიარა, რომ მისი 80 წლის ვერტიკალური წარმოების მოდელი და ტრადიციული მომწოდებლები აღარ არის საკმარისი. და სტარტაპი მოწვეულია, რომ საკუთარ ქარხანაში გააკეთოს ის, რაც თავად აღარ შეუძლია. შეასრულებს თუ არა ჰადრიანი ამას, არავინ იცის. შეიძლება პენტაგონის შესყიდვების აპარატი შეაფერხებს მათ, როგორც ოდესღაც SpaceX შეაფერხა. შეიძლება ერთი ქარხნიდან 8-ზე გადატანამ გამოავლინოს პრობლემები, რომლებიც pitch deck-ში არ არის აღნიშნული. მაგრამ თუნდაც ჰადრიანი ვერ გაამართლოს, გაკვეთილი უსჩება. წარმოება თავად არის პროდუქტი. ვინც ქარხანას აკონტროლებს, ის აკონტროლებს ღირებულების შექმნას. და ვინც როგორც ინდუსტრიის ლიდერი, დისრაპტორ საკუთარ ქარხანაში იწვევს, იმიტომ რომ მას მასშტაბირების პრობლემა თავად ვერ გადაუთვეტია, ის კონტრაქტს კი არ აფორმებს, არამედ ტრანზიციის განზრახვის განცხადებას წერს. ზუსტად ისე, როგორც ენდურილთან და დეტონაციურ ძრავებთან. ის, რასაც ინდუსტრია 80 წლის განმავლობაში არ შეხებია, კონსტრუქციულ პრინციპად იქცა. ამჯერად ზუსტი მექანიკის საამქროში. ვინც ამას უგულებელყოფს, 10 წელიწადში გახდება Lenovo სამხედრო ინდუსტრიაში. ეხა ბოლო მინიშნება. თუ გსურთ სტრესულ დღეებში ჯანსაღად იკვებოთ, ისე რომ თავად არ მოგიწიოთ მომზადება, ეწვიეთ Prep My Meals. კოდით MARS მიიღებთ დამატებით 5 მთელ შეკვეთაზე, მათ შორის აბონემენტზეც. ბმული აღწერაშია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობა ყურებისთვის. პერასპერა ადასტრა. კარგი, ეს უკვე შეიძლება მივიღო? ჰადრიანი კლაპა 1. სახელოსნოს მართვა. ეხლა კი შენ გაჩერდი. ყველაფერი გაჩერდა. გმადლობთ. ასე, დიახ, კიდევ ერთხელ ეს წინადადება. ეს იყო. მართლა რთული დაბადება იყო.